სიმართლის ილუზია. გაძლიერებული ეფექტით. აი სად ვართ ახლა. ეს გავლენას ახდენს დასავლეთის მოსახლეობაზე, ემსახურება ისლამისტებსა და მარქსისტებს, რომლებიც დასავლური ცივილიზაციის განადგურებას ცდილობენ. ადამიანის ფსიქოლოგიაში არსებული ძირითადი ნაკლი გლობალურ მასშტაბზე იარაღად იქცა. მისი დიდი ნაწილი ებრაელებზეა კონცენტრირებული. მაგრამ ეხლა ეს შეიძლება ჩვენთვის სასარგებლოც კი იყოს. მე შევხედავ, როგორ აყალიბებს ეს ჩვენს სამყაროს და როგორ მოქმედებს რეალობის აღქმაზე და როგორ უკავშირდება ეს ყველაფერი ამერიკის შეერთებული შტატების დაარსებას ამ ისტორიულ 250 წლიან დამოუკიდებლობის უქმეებზე. ტრამპი კარგად იცნობს ამ კონცეფციას. ის მედიის მანიპულირების ოსტატია. უკვე 2 კვირაა, რაც ირანის ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაშია და ნელ-ნელა გამომჟღავნდება სიმართლე თუ რა დგას ამ შეთანხმების უკან. მაშინ გითხარი, მოთმინება გმართებს. არ არის საჭირო ისტერიულ დასკვნებსა და ბრალდებებზე გადასვლა. ბევრი რამ ხდება, ბევრი ინტერესია ჩართული. ყველაფერი ცნობილი არ არის. ამ ომში ირანის წინააღმდეგ კეიტიკული ბრძოლის ველი ფაქტობრივად შეიცვალა. მთავარი ყურადღება ახლა ნაკლებად არის სამხედრო ფრონტზე და უფრო მეტად გადატანილია უაღრესად მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების მაგიდაზე. ჩვენ გვაქვს დაპირისპირება ისლამური სტრატეგიული კონცეფციის, ტაქიისა და დონალდ ტრამპის გარიგების ხელოვნებას შორის. ორი კონკურენტი, დიამეტრალურად საწინააღმდეგო სტრატეგია. ეხლა უკვე ჩვენგან უმეტესმა იცის, რას ნიშნავს ტაქია. ეს არის გათვლილი მოტყუების გრძელვადიანი სტრატეგია. მიზანი არის მოწინააღმდეგის დამშვიდება, მათი სიფრთხილის დაქვეითება და დროის მოგება, სანამ სრულად არ დააჩოქებ. შემდეგ არის გარიგების ხელოვნება, რომელიც ეფუძნება დახვეწილ დასავლურ მოლაპარაკების ტაქტიკებს, რომლებიც შექმნილია ბერკეთის მოსაძებნად, ჩიხების გასარღვევად და ორივე მხარისთვის საუკეთესო პრაქტიკული შედეგის მისაღებად. პრეზიდენტმა ტრამპმა ირანის რეჟიმს მისცა ნამდვილი ისტორიული შესაძლებლობა, რომ შეეცვალა კურსი. მან მათ მისცა გამოსავალი, გზა, რომ გადაერჩინათ რაიმე ხელშესახები იმ დამანგრეველი ვითარებიდან, რომელშიც ახლა იმყოფებიან. ეს გასაგებია, ბევრ ჩვენგანს არ მოეწონა. ბევრი აპოკალიფსური პროგნოზი იყო. ერთი მხარე შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, მეორე მხარე კი აბსოლუტურ გამარჯვებას ესწრაფვის. ირანის მთავარი მიზანი ახლა არის აღადგინოს თავისი შესაძლებლობები და პროქსი ძალები, რომლებიც ისრაელს ემუქრებიან. მათი მთავარი მიზანი ამერიკული მიღწევების შესუსტებაა. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ისინი ცდილობენ განხეთქილება შეიტანონ ისრაელსა და შეერთებულ შტატებს შორის. ამ ცდილობაში მათ მოკავშირეები თავად შეერთებულ შტატებში იპოვეს. საქმე ისაა, რომ ირანელთა ამ პარტავნებამ ისინი რეალობას დააბრმავა. გარემოებები ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ისინი თავადაც კი აცნობიერებენ. ისინი ზედმეტად დარწმუნებულები იყვნენ ისლამისტური და მარქსისტული მექანიზმების წარმატებაში. ყურადღებას ამახვილებდნენ ისრაელსა და ებრაელებზე, მანიპულირებდნენ იმით, რასაც ხალხი ფიქრობს, რომ იცის, რათა გაეზარდათ სიძულვილი ისრაელის მიმართ და მოეპოვებინათ მხარდაჭერა საკუთარი მიზნებისთვის. ტრამპმა და ნეთანიაჰუმ ეს მექანიზმები კარგად გაიგეს და გადაწყვიტეს ირანელების წინააღმდეგ გამოეყენებინათ. მიუხედავად იმისა, რომ ირანელები ფიქრობდნენ, რომ უპირატესობა ჰქონდათ, ტრამპმა მათ ხელიდან გამოაცალა ეკონომიკური მარწუხები, რომლებიც მათ ჰქონდათ. და ისრაელთან ერთად იმუშავა მათი პროქსების დასასუსტებლად ლიბანში და მშვიდობის შეთანხმებით ასევე მთელ ახლო აღმოსავლეთში, სახელმწიფო მდივან რუბიოს შეხვედრით არაბ საგარეო საქმეთა მინისტრებთან გასულ შაბათ-კვირას. მინდა ცოტა ხნით ყურადღება გავამახვილო იმ სიძულვილის ზრდაზე, რომელიც ებრაელებისკენ არის მიმართული და რასაც შემხედავთ. ეს არ არის იმიტომ, რომ woke progressული მემარცხენეები და woke კონსერვატიული მემარჯვენეები ისეთივე სულელები არიან, როგორც ჩანს. ეს არ არის იმიტომ, რომ ისინი მხოლოდ თავიანთი ტვინის ფუნქციების ასე წოდებულ 10%-ს იყენებენ. აქ მეტი რამ არის. ერთი რამაა, როცა დაბალი ინტელექტის მქონე ადამიანები იმეორებენ სისულელეებს, რასაც გარშემო ისმენენ. მაგრამ როცა ვხედავთ იგივე სიძულვილს, რომელსაც ინტელექტუალები და სხვა გონივრული ადამიანები ავლენენ, თითქოს შეპრობილები იყვნენ. მათ შორის ბევრ ჩვენგანს ეს გამოუცდია ისეთ ადამიანებთან, ვინც ბევრად ჭკვიანად მიგვაჩნდა. აშკარაა, რომ აქ რაღაც მეტი ხდება. აქ შემოდის სიმართლის ილუზიის ეფექტი. ფსიქოლოგიური ფენომენი, როცა ადამიანები ინფორმაციას სიმართლედ აღიქვამენ მხოლოდ იმიტომ, რომ ის ხშირად მეორდება. დღეს ეს ფართოდ გამოიყენება საზოგადოებრივი აღქმის ფორმირებისთვის ისრაელისა და ებრაელი ხალხის მიმართ. რადგან ადამიანის ტვინი გამეორებას სისწორის დასადგენ მოკლე გზად იყენებს. გაიმეორებული ნარატივები გვერდსუვლის კრიტიკულ ანალიზს და დროთა განმავლობაში ბრალდებებს მიღებულ ფაქტებად აქცევს. გამეორება ზრდის სისწორის აღქმას, მაშინაც კი როცა ადამიანები თავიდანვე იციან, რომ ინფორმაცია მცდარია, ან როცა ინფორმაციის წყარო საეჭვოა. გსმენიებ გამონათქვამი, ტყუილი ნახევარ მსოფლიოს შემოუვლის, სანამ სიმართლე ფეხსაცმელს იცვამს. ეს ციტატა თავად არის დეზინფორმაციის მაგალითი, რომელიც სიმართლეზე სწრაფად გავრცელდა.
პოეტური ირონია. ეს გამონათქვამი ყველაზე ხშირად მარკ ტვენს მიაწერენ, მაგრამ თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მან ეს არ უთქვამს. ადრე ვახსენე მტკიცება, რომ ადამიანები ტვინის მხოლოდ 10%-ს ვიყენებთ. ეს ხშირად მეორდება, ზუსტად ისე როგორც გამამონათქვამი, რომ მეხი ერთსა და იმავე ადგილას ორჯერ არ ეცემა. ორივე ეს მცდარია, თუმცა ბევრი ადამიანი მაინც მათ სჯერა. რადგან როცა ადამიანები ცხოვრების განმავლობაში ერთსა და იმავე განცხადებას ბევრჯერ ისმენენ, ამ ნაცნობობას ფაქტობრივ რეალობად აღიქვამენ. იგივე ეხება იმას, რასაც ისტორიულ ფაქტებად ვიცით. მაგალითად, თითქოს ნაპოლეონ ბონაპარტი განსაკუთრებულად დაბალი იყო, ან ვიკინგები ბრძოლაში რქებიან ჩაფხუტებს ატარებდნენ. ყველას გვინახავს ეს ნახატებში, გვინახავს ფილმებში, მაგრამ არც ერთი არ არის სიმართლე. ნაპოლეონის სინამდვილეში თავისი ეპოქისთვის საშუალო სიმაღლის იყო, ხოლო რქებიანი ჩაფხუტები მე-19 საუკუნის კოსტიუმების დიზაინერებმა გამოიგონეს. თუ ტყუილს საკმარისად ხშირად გაიმეორებენ, შენი გონება ფაქტების გადამოწმებას ფაქტობრივად ხვეწ. და მიუხედავად იმისა, რომ ვიკინგების ჩაფხუტების შესახებ მითი უნებელია, სწორედ ამ ფსიქოლოგიურ ნაკლს იყენებენ გლობალური მოთამაშეები იარაღად. თანამედროვე გეოპოლიტიკის გადასახედად, ძველი ცრურწმენების გასაძლიერებლად და ზუსტად იმის სამართავად, რასაც შენს სიახლეების ლენტაში ხედავ. გვიყვარს იმის ფიქრი, რომ ჩვენ რაღაც მოწინავე თაობა ვართ. ჩვენ ვცხოვრობ ჰიპერმოდერნულ ციფრულ ეპოქაში, გარშემორტმულები ტექნოლოგიებით, ხელოვნური ინტელექტით და იმ ინფორმაციაზე ცდომით, რაზეც ჩვენს წინაპრებს მხოლოდ ოცნება შეეძლოთ. მაგრამ ციფრული ეპოქა პროგრესის მხოლოდ ილუზიაა. ეკრანებსა და დახვეწილი ალგორითმების მიღმა ჩვენი ტვინი საერთოდ არ შეცვლილა. ადამიანის ფსიქოლოგია კლავაც სრულიად დაუცველია იმავე ხრიკების მიმართ, რომლებიც საუკუნეების წინ გამოიყენებოდა. თუ ისტორიას გადავხედავთ, ყველაზე მომაკვდინე პროპაგანდის მოდელები წარმატებას არ აღწევდნენ, იმიტომ რომ მათ უკეთესი ტექნოლოგია ჰქონდათ. ისინი წარმატებას აღწევდნენ იმიტომ, რომ სწორედ ამ პრიმიტიულ ფსიქოლოგიურ ნაკლზე იყვნენ დაფუძნებული. იოსებ გებელსმა და ნაცისტურმა პროპაგანდამ ეს პრინციპი დიდი ტყუილის სახელით დააკანონა. სახელმწიფო კონტროლირებადი რადიოთი და ბოროტი კარიკატურებით ყოველდღიურ ცხოვრებაში გაავრცელა და ებრაელთა სიძულვილი ნორმად აქცია. რკინის ფარდის მიღმა საბჭოთა აგიტაციისა და პროპაგანდის სამინისტრო იყენებდა მკაცრ, განმეორებად სლოგანებს და შეცვლილ სახელმძღვანელოებს, რათა ისტორიული რეალობა სრულად გადაეწერა. მაშინაც კი დასავლეთის კორპორაციებმა ეს მეთოდი აითვისეს. დიდმა თამბაქოს კორპორაციებმა ჯანმრთელობის რეგულაციების გადადება წარმატებით შეძლეს არა იმით, რომ დაამტკიცეს სიგარეტის უსაფრთხოება, არამედ ერთი ფრაზის დაუსრულებელი გამეორებით. საჭიროა მეტი კვლევა. და ისევ. დღეს სიმართლის ილუზიის ეფექტი განსაკუთრებით მიმართულია ისრაელისა და ებრაელი ხალხის წინააღმდეგ, ხანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით კონკრეტული და ხშირად გამეორებული ჩარჩოებით. ზოგიერთი მაღალი სტიგმის ტერმინი, როგორიცაა აპარტეიდი და გენოციდი ან კოლონიზატორი, მუდმივად ასოცირდება სიტყვა ისრაელთან. სოციალური მედიის ალგორითმებში, ახალი ამბების სათაურებში, საპროტესტო შეძახილებში, ყოველდღიურად დაუდასტურებელი ბრალდებების შეუჩერებელ ნაკადთან ერთად. ეს ყველაფერი გრძელდება მანამ, სანამ ასოციაცია საზოგადოებრივ ცნობიერებაში ავტომატური არ გახდება. ამას ემატება საზოგადოებები, რომლებიც თაობების განმავლობაში აღზრდილნი არიან იმით, რაც ეუბნებოდნენ ებრაელებზე და შედეგად გვაქვს კლასიკური სტერეოტიპების ხელახალი გამოყენება. ისტორიული შეთქმულების თეორიები, როგორიცაა ორმაგი ერთგულება, გლობალური ფინანსების ფარული კონტროლი ან მედიის მანიპულაცია, თავიდან არ იგონებენ. ამის ნაცვლად ისინი მუდმივად ხელახლა იფუთება, თანამედროვე პოლიტიკური კონტექსტებისთვის განახლდება და მეორდება მანამ, სანამ ძირითად აუდიტორიას სარწმუნოდ არ მოეჩვენება. უძველესი ებრაელთმოძულე სტერეოტიპების აღორძინება თანამედროვე პოლიტიკური კრიტიკის საფარქვეში. დღევანდელ პროპაგანდისტებს აღარ სჭირდებათ სახელმწიფო რადიო მონოპოლია იმისათვის, რომ აკონტროლონ რას ისმენთ. ეხლა კი სახელმწიფო დაფინანსებული ბოტფერმები გვაქვს. რუსეთმა, ირანმა, ჩინეთმა, ყატარმა ყველამ სიმართლის ილუზიის შექმნა ავტომატიზებული გახადა. ისინი იყენებენ მასიურ ბოტნეტებს, რომ Twitter-ზე პოსტებში და კომენტარებში ერთი და იგივე ნარატივი მილიონობით ჯერ გაავრცელონ საათში. ისინი საზოგადოებას მიკროდონეზე ამიზნებენ, დემოგრაფიულ ჯგუფებად ყოფენ და თითოეულს აწვდიან მორგებულ ტყუილებს, რომლებიც ადგილობრივ ხალხიდან წამოსულ მოსაზრებებადაა შენიღბული. ისინი ავსებენ თქვენს ფიდს სწრაფი, უწყვეტი და ურთიერთსაწინააღმდეგო ტყუილების ნაკადით, რათა თქვენი ტვინი გადაიღალოს. მედიის ლანდშაფტი ქაღალდიდან პიქსელებზე გადავიდა, მაგრამ თქვენი გონებისთვის ბრძოლა ისევ ყველაზე ძველ ხერხს ეყრდნობა, გამეორებას. ხმაური, რომელსაც თქვენს ციფრულ ფიდში ისმენთ, მასშტაბის ილუზიაცაა. ონლაინ კომენტარებში დომინირებადი რადიკალური, ყვირილით გამორჩეული ხმები მხოლოდ ხმაურიანი უმცირესობაა. ისინი უმრავლესობა არ არიან. ისინი ტროლების ფერმები და ალგორითმული ეკოკამერებია, ბოტები და რამდენიმე მოწყენილი წარუმატებელი ადამიანი.
ციფრული ხმაურის მიღმა, ევროპის და შეერთებული შტატების მოსახლეობის უმრავლესობა დღეს გლობალურ მოვლენებს უყურებს და რეალობას ძალიან ნათლად ხედავს. მათ იციან, რომ ისრაელი, რასაც ეჯახება, ეს არ არის ლოკალური, შორეული კონფლიქტი. ეს არის საერთო საფრთხის წინა ხაზი, რომელიც დასავლური ლიბერალური საზოგადოების არსს ემუქრება. დღეს ადამიანები აცნობიერებენ, რომ იგივე რადიკალური ძალები, რომლებიც ცდილობენ ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიზაციას, ფუნდამენტურად მტრულად არიან განწყობილნი თავისუფლების, ღირებულებებისა და მთელი თავისუფალი სამყაროს უსაფრთხოების მიმართ. როგორც თქვი, ტყუილს შეუძლია ნახევარი მსოფლიო შემოიაროს, სანამ სიმართლე ჯერ კიდევ ფეხსაცმელს იცვამს. ეხლა კი სიმართლემ უკვე ჩაიწვა ფეხსაცმელი. ხალხი უკვე აცნობიერებს манипуляციებსა და ტყუილებს. და ეს მოვიყვანს power საკითხამდე. ტყუილებს სჭირდება მუდმივი, აგრესიული გამყარება. სიმართლე ბუნებრივია. მას სუნთქვისთვის ალგორითმი არ სჭირდება. ციფრული თავდასხმის მასშტაბი მათი სასოწარკვეთის მტკიცებულა, არკვეთის მტკიცებულებაა. მას ხვირილი უწევს, რადგან საკუთარ ფეხებზე დგომა არ შეუძლია. ისტორია ამტკიცებს, რომ ადამიანური ფსიქოლოგიის იარაღად გამოყენება დროებით შეიძლება, მაგრამ რეალობის დამარცხება შეუძლებელი. სიმართლეს არ სჭირდება ხვირილი, რომ გადაურჩეს ქარიშხალს. მას უბრალოდ გამძლეობა სჭირდება. და შეერთებული შტატები ამის ცოცხალი მაგალითია. მაგრამ სანამ ამაზე გადავიდოდე, მინდა გადავხედო იმ მოვლენებს, რომლებიც ამ კვირაში ახლო აღმოსავლეთში განვითარდა. ირანი და ლიბანი კვლავ ახალი ამბების მთავარი თემებია. მაშინ როცა ღაზაში ვითარება ფონურად იცვლება. ისრაელმა და ლიბანმა შეათანხმეს შეთანხმების ჩარჩო, რომელიც შეერთებული შტატების შუამავლობით იქნა მიღწეული და რომელიც საშუალებას გვაძლევს წინ წავიწიოთ კონფლიქტის დასრულებისკენ, ორი ქვეყნის შორის მშვიდობის შეთანხმების მიღწევის მიზნით. ამ შეთანხმებით შეერთებულმა შტატებმა და ლიბანმა აღიარეს ისრაელის უფლება შეინარჩუნოს უსაფრთხოების ზონა ლიბანის ტერიტორიაზე იმდენ ხანს, რამდენიც ჩვენი უსაფრთხოებისთვის იქნება საჭირო. ჩვენ დავაგრძელებთ მისი შენარჩუნებას მანამ, სანამ ჰეზბოლა და დანარჩენი ტერორისტული ორგანიზაციები არ განიარაღდებიან და სანამ ლიბანიდან ისრაელს აღარ დაემუქრება საფრთხე. ისრაელმა და ლიბანმა შეთანხმდნენ ორ მიმდებარე ტერიტორიაზე ყვითელი ხაზის მახლობლად, სადაც ამჟამად ისრაელი აკონტროლებს ისრაელის თავდაცვის ძალების რეკომენდაციით, სადაც განხორციელდება პილოტური პროგრამა ჰეზბოლას განიარაღებისა და ტერიტორიის ლიბანის არმიის კონტროლში გადაცემისთვის. რაც ხელმოწერილი იქნა, არსებითად წარმოადგენს მშვიდობის შეთანხმებას ლიბანთან. აღარ არსებობს ორმხრივი პრეტენზიები, არ არსებობს ერთობლივი განცხადება, რომელიც გამოხატავს მშვიდობაში ცხოვრების სურვილს. ლიბანის მთავრობამ არჩია თავი შეეკავებინა მშვიდობის კონცეფციისგან და ყურადღება გაემახვილებინა პრაგმატულ ასპექტზე, იმ ელემენტებისგან ტერიტორიის გათავისუფლებაზე, რომლებმაც წლების განმავლობაში დაარღვიეს მათი ქვეყნის სტაბილურობა. ამასობაში ისრაელი აგრძელებდა ჰეზბოლას ტერორისტული ინფრასტრუქტურის, ბუნკერების, გვირაბებისა და ტერორისტული ელემენტების პოზიციების განადგურებას. ნიშნულოვანია გვახსოვდეს, რომ მშვიდობა ისრაელისთვის მიზანი არ არის. ჩვენი მიზანია ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება ისრაელის ჩრდილოეთში და საფრთხის მოცილება. და სწორედ ეს შექმნის მშვიდობას. ისრაელის თავდაცვის ძალებმა კვირას გაანადგურეს მიწისქვეშა მარშრუტი, რომელიც აღმოაჩინეს მაჯდალ ზაუნის სოფელში, სამხრეთ ლიბანის რეგიონში, ჰეზბოლას ერთ-ერთ მთავარ ბაზაში დასავლეთ სექტორში. ეს იყო გამაგრებული მიწისქვეშა ნაგებობა, რომელსაც ორგანიზაციები იყენებდნენ იარაღის შესანახად, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატების, საბრძოლო თავაკებისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების. ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა ისრაელის ჩრდილოეთში კვირა ღამით ამ ოპერაციის შედეგად. ამასობაში ღაზაში ისრაელი ჩუმად ანადგურებს ჰამასის ტერორისტულ ობიექტებს და თითო-თითოდ ანეიტრალებს 7 ოქტომბრის თავდასხმაში მონაწილე ტერორისტებს, ჩუმად და ყურადღების მიღმა. ყვითელი ხაზი, რომელიც განსაზღვრავს ისრაელის პოზიციას, ნელ-ნელა წინ მიიწევს, რადგან ჰამასი უარს ამბობს განიარაღებაზე და არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ასე რომ, ეხლა ჩვენ ვაკონტროლებთ ამ ტერიტორიის 80%-ზე მეტს. ისრაელის არხ 14-თან ინტერვიუში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირდაპირ ისაუბრა იმ მზარდ საფრთხეებზე, რომლებიც ამჟამად თურქეთს ემუქრება. ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ თურქეთის მზარდი თავდაჯერებულობა რეგიონში პირდაპირ არის დაკავშირებული ირანის ხელმძღვანელობით შიიტური ღერძის დასუსტებასთან. მაგრამ მან ერთი რამ სრულიად ნათლად თქვა. ისრაელს მუსლიმთა საძმოს ღერძიც ვერ შეაკავებს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი მუდმივად საუბრობს იერუსალიმზე და ისრაელის განადგურებაზე. და მან განაცხადა, რომ ერდოვანს ერთი ფუნდამენტური ფაქტი დავიწყებია. ოსმალეთის იმპერიის დღეები დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. დღეს არსებობს განძლე ისრაელის სახელმწიფო, ძლიერი არმიით, ერთიანი ხალხით და მტკიცე მთავრობით, რომელიც აღარასოდეს დაუშვებს, რომ ვინმემ ჩვენი არსებობა კვლავ საფრთხის ქვეშ დააყენოს. ციტირებას ვახდენ. უმჯობესია დამშვიდდეს, განაცხადა ნეთანიაჰუმ და აღნიშნა, რომ ისრაელმა უკვე დაამტკიცა, რისი გაკეთებაც შეუძლია.
მაგრამ ეს მხოლოდ გაფრთხილებები არ იყო. პრემიერ-მინისტრმა მტკიცედ მიანიშნა მნიშვნელოვან ნაბიჯებზე, რომლებიც კულისებს მიღმა მიმდინარეობს და შესაძლოა მალე ისტორიულ სამშვიდობო შეთანხმებამდე მიგვიყვანოს დამატებით ქვეყნებთან. მან ამაზე დეტალურად საუბარი არ ისურვა. ისრაელი კომენტატორი რაფი ჰადადი ამ კვირაში გამოაქვეყნა საინტერესო ანალიზი ისრაელსა და ირანს შორის არსებული ურთიერთგაგების მემორანდუმის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ანალიტიკოსი შიშობს თითქოს ირანი წარმატებით აჭიანურებს დროს, ჰადადი ამტკიცებს, რომ თეირანი სინამდვილეში პირდაპირ შევიდა ოსტატურად დაგებულ მახეში, რომელიც დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ იყო ორგანიზებული. თუ გახსოვთ, გითხარით გასულ კვირას ან ორი კვირის წინ, რომ ის ფაქტი, რომ ნეთანიაჰუ არ ჩქარობს ვაშინგტონში პრეზიდენტთან შესახვედრად, ნიშნავს, რომ ორივე მათგანი სრულ თანხვედრაში არიან ერთმანეთის განზრახვებთან. როგორც არ უნდა იყოს, დაუბრუნდეთ ჰადადის ანალიზს. ის ამბობს, მეხუთე მუხლი ურთიერთგაგების მემორანდუმისა აიძულებს ირანს გახსნას ჰორმუზის სრუტე და 30 დღის განმავლობაში გაასუფთავოს ზღვის ნაღმები. დასავლეთი აქტიურად იყენებს ამ ფანჯარას, რათა უზრუნველყოს გლობალური გადაზიდვები, შეავსოს ნავთობის რეზერვები და შეამციროს ენერგიის ფასები. ჰადადი მიუთითებს, რომ როდესაც ირანმა ცოტა ხნის წინ სცადა ძალების გამოცდა და უპილოტო აპარატები გაუშვა საკონტეინერო გემზე სპარსეთის ყურეში, ისინი ფიქრობდნენ, რომ დროებითი შეთანხმება მათ იმუნიტეტს მიანიჭებდა. შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ დაუყოვნებლივ უპასუხა გამანადგურებელი საჰაერო დარტყმებით სანაპირო რაკეტებსა და რადარის ობიექტებზე. ტრამპი პოლიტიკურ თეატრს აიტანს, მაგრამ არავის მისცემს უფლებას შეეხოს გლობალურ გადაზიდვებს ან ამერიკელი ამომრჩევლების საფულეებს. ამასობაში ლიბანის ფრონტზე ჰადადი გამოკვეთს ახალი დეკონფლიქტაციის ჯგუფის სტრატეგიულ სიბზნეს. ისრაელის ოფიციალური კომიტეტის მიღმა სრულად დატოვებით. შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა იდეალურად განახორციელეს კარგი პოლიციელი, ცუდი პოლიციელის ტაქტიკა. ისრაელის ხელები სრულიად თავისუფალია დიპლომატიური დოკუმენტაციისგან. ისრაელის თავდაცვის ძალები მტკიცედ რჩებიან სამხრეთ ლიბანის უსაფრთხოების ზონაში და სრული ლეგიტიმურობით თავისუფლად შეუძლიათ ჰეზბოლას დაშლა. პრეზიდენტი ტრამპ ზის მოლაპარაკებების მაგიდასთან, როგორც მშვიდი მშვიდობის შუამავალი, უყურებს ირანელებს და აძლევს მკაცრ ულტიმატუმს. მინდა ომი შევაჩერო, მაგრამ ისრაელები კომიტეტის გარეთ არიან. ისინი არაპროგნოზირებადები არიან და გაანადგურებენ თქვენს ბირთვულ პროგრამას, თუ სრულად არ ჩააბარებთ გამდიდრებულ ურანს. ჰადადი ხაზს უსვამს, რომ ორ თვეზე ნაკლებ დროში, როცა 60 დღიანი ვადა ამოიწურება, ირანი აღმოაჩენს, რომ დრო, რომელიც ეგონათ რომ იყიდეს, სინამდვილეში გამოიყენეს იმისთვის, რომ მათ ყველა მოლაპარაკების ბერკეტით აერთვათ. ისინი დარჩებიან დაუცველები, დასუსტებული ჰეზბოლასით, დაცული სპარსეთის ყურით და ჩინეთის ნულოვანი ჩარევით. თეირანი დადგება სასტიკი ორმხრივი არჩევანის წინაშე. ან სრულად უარი თქვას ბირთვულ ამბიციებზე, ან კი შეეჯახოს სრულ შეუზღუდავ სამხედრო განადგურებას შეერთებული შტატებისა და ისრაელის გაერთიანებული ძალისგან. როდესაც რაფის უთხარი, რომ მის პოსტებს მოვიყვანდი ციტატად და ინგლისურ თარგმანს გაუგზავნიდი დასამტკიცებლად, რომ სწორად შევაჯამე მისი აზრები, მან კიდევ ერთი ანალიზი გამომიგზავნა, რომელიც მისი აზრით თქვენთვისაც საინტერესო იქნებოდა, რადგან ის ყველა მოვლენას ერთმანეთში აერთიანებს. ჰადადი მიუთითებს, რომ ისრაელი და შეერთებული შტატები აქტიურად ქმნიან სრულიად ახალ რეალობას, ახალ ახლო აღმოსავლეთს, როგორც ეკონომიკურად, ისე სტრუქტურულად. ის აღნიშნავს, რომ მაშინ, როცა დანარჩენი მსოფლიო ყურადღებას ამახვილებს ადგილზე განლაგებულ ჯარებზე, რეალური მახე, რომელიც ახლა იქსოვება, ენერგეტიკული ბადია, რომელიც ჩუმად იკეტება ირანის საფულის გარშემო. ეს ახლო აღმოსავლეთის ახალი ენერგეტიკული განტოლებაა. ჰადადის ანალიზის მიხედვით, როდესაც ამერიკელებმა ირანი აიძულეს ეღიარებინა ლიბანის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, მათ გზა გაუხსნეს ხმელთაშუა ზღვის მასშტაბურ ენერგეტიკულ რევოლუციას. ისტორიაში პირველად ლიბანს აქვს შანსი, რომ მაღალი რისკის საინვესტიციო ზონიდან გადაიქცეს სტაბილურ ქვეყნად რეალური ეკონომიკური მომავლით. ირანული გავლენის სრულად აღმოფხვის შემდეგ გლობალურ ენერგოკონგლომერატებს შეუძლიათ დაითხოვონ კომერციული ბუნებრივი აირის მოპოვება ლიბანის სანაპიროზე, სადაც ისინი იმუშავებენ პირდაპირ მოქმედ ისრაელის პლატფორმებთან ერთად. ჰადადი ამტკიცებს, რომ ეს თეირანისთვის დამანგრეველი ორმხრივი დარტყმაა. ეს მილსადენები შექმნილია იმისთვის, რომ პირდაპირ დაუკავშირდეს ევროპულ და რეგიონულ მომარაგების ქსელებს კვიპროსისა და საბერძნეთის გავლით. ეს არის გლობალური ეკონომიკური მანევრი, რომელიც ირანს ბაზრიდან სამუდამოდ იზოლირებს. ის ამცირებს ნავთობის ბარელის ფასს ინდონემდე, რომ სრულად ახშობს ირანის რევოლუციური გვარდიის თავდაცვის ბიუჯეტს და რეგიონული კეთილდღეობის ხედვას გარდაქმნის დაუძლებელ ფინანსურ და ენერგეტიკულ უსაფრთხოების ბადეთ. ჰადადის მთავარი სათქმელი ასეთია. ირანელები ფიქრობდნენ, რომ გამდიდრებულ ურანიუმზე აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს.
მათ ძალიან გვიან გააცნობიერეს, რომ სინამდვილეში დათმეს ლიბანის გაზზე კონტროლი. იმავე გაზზე, რომელიც ახშობს მათ საფულეს და სამუდამოდ აშორებს მათ ბეირუთს. ამიტომ, სანამ დღეს დავასრულებ, მინდოდა როგორც დაგპირდით, ცოტა დრო დამეთმო იმ ისტორიული თარიღისთვის, რომელსაც ამ კვირას აღნიშნავთ. ამერიკის შეერთებული შტატები აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღის 250 იუბილეს. ადრე ვთქვი ბიცენტენარი + 50, რადგან ამ კვირას ასევე აღნიშნავთ ენტებეს ოპერაციის 50 წლის იუბილეს. როცა ამერიკის ბიცენტენარის დღეს 50 წლის წინ ისრაელის ძალებმა 2204 მილი, ანუ 3550 კილომეტრი იფრინეს ისრაელიდან, რათა გადაერჩინათ 120 ისრაელი მძევალი, რომლებიც არაბი ტერორისტების მიერ იყვნენ დატყვევებულნი გაბედულ ოპერაციაში. ეს ნამდვილი ლეგენდაა. სხვათა შორის წელს ირანის წინააღმდეგ განხორციელებული საჰაერო დარტყმების მანძილი იყო ნახევარზე ნაკლები, ვიდრე ისრაელიდან უგანდამდე. როგორც არ უნდა იყოს, ჩვენ ცხოვრობ დროში, როცა დასავლური ლიბერალური საზოგადოების ინსტიტუტების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება პოპულარულია. მაგრამ თუ გსურთ გაიგოთ, როგორ შეძლო ერთმა ერმა პირადი თავისუფლების მტკიცე ციხესიმაგრის აშენება, რომელმაც დაარღვია უძველესი ირანიების წრე, უნდა შეხედოთ იმ საფუძვლებს, რომლებიც შეერთებული შტატების დამფუძნებლებმა შექმნეს. მათ ამერიკა არ აუშენებიათ ადამიანური პოლიტიკური ტენდენციების ცვალებად უდაბნოს ქვიშებზე. მათ ის ააშენეს უძველესი, უცვლელი ჭეშმარიტების კლდეზე, ბიბლიაზე. თქვენ შეგიძლიათ ამ ყველაფრის ფიზიკური მტკიცებულება ნახოთ ბრინჯაოში ჩამოსხმული. 25 წლით ადრე, ვიდრე შეერთებული შტატები დაარსდებოდა, ფილადელფიის შტატის სახლისთვის ზარი შეუკვეთეს. იმ ზარის მეტალზე, რომელსაც დღეს თავისუფლების ზარს უწოდებთ, პირდაპირ ამოტვიფრულია ციტატა ლევიანთა წიგნიდან: თავი 25, მუხლი 10. გამოაცხადეთ თავისუფლება მთელ ქვეყანაში, მის ყველა მცხოვრებისთვის. თავდაპირველ ბიბლიურ კონტექსტში ეს მუხლი ბრძანებდა იუბილეს წელს, წმინდა განახლების პერიოდს, როდესაც ვალები გაუქმდებოდა, მონები უნდა გათავისუფლებულიყვნენ და ყოველი ადამიანის თანდაყოლილი ღირსება ღმერთის წინაშე აღდგებოდა. დამფუძნებლებმა აღიარეს ფუნდამენტური ჭეშმარიტება. ადამიანის უფლებებს ადამიანთა მთავრობები არ ანიჭებენ. თუ უფლებები მონარქისგან, პრეზიდენტისგან ან პარლამენტისგან მოდის, მაშინ მონარქს, პრეზიდენტს ან პარლამენტს მათი წართმევაც შეუძლია. მაგრამ თუ ჩვენი თავისუფლება ჩვენი შემოქმედის მიერ არის მინიჭებული, ის აბსოლუტური, წმინდა და ხელშეუხებელი ხდება. ყველა ადამიანი თანასწორად არის შექმნილი. ადამიანის ღირებულების ეს ღრმა ბიბლიური გაგება იყო ის, რაც ახალ ერს მისცა საშუალება გამხდარიყო თავისუფლების შუქურა და თავისუფალი სამყაროს ლიდერი. 52 წლის შემდეგ მოთხოვების იარაღები შეიძლება უფრო განვითარებული იყოს, მაგრამ ჩვენი თავისუფლების საფუძველი უცვლელი რჩება. ნამდვილი თავისუფლება ალგორითმებით ან ახალი ამბების ნაკადებით არ ინარჩუნება. ის ინარჩუნება მაშინ, როდესაც საზოგადოება საკუთარ თავს ღმერთს და მის შინაგან ჭეშმარიტებას აკრნობს, რომ ყოველი ადამიანი თავისუფლებისთვის იბადება. ჩვენ თვლით ამ ჭეშმარიტებებს თავისთავად სხადად, რომ ყველა ადამიანი თანასწორად იბადება, რომ ისინი თავიანთი შემოქმედის განგარკვეული განუყოფელი უფლებებით არიან დაჯილდოებულნი, რომელთაგან უმთავრესია სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისკენ სწრაფვა. და როგორც აბრაამ ლინკოლნმა ასე ღრმად თქვა 87 წლის წინ, სწორედ ჩვენ უნდა ვიყოთ აქ თავდადებულნი იმ დიდ საქმეს, რომელიც ჩვენს წინაშე დარჩა. რომ ხალხის მიერ, ხალხისთვის და ხალხის მმართველობა არ გაქრება ამ დედამიწიდან. გილოცავთ 250 წლის იუბილეს. ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები. თავისუფლებამ გაიჟღეროს. მე ვარ დანიელ სიმანი. შემოგვიერთდით მომავალ კვირას გადაცემაში Straight Appy, რომელიც გადის ჯანა სტუდიებიდან იერუსალიმში, ისრაელში.